უახლოეს თვეებში ასტრონომთა ორი ჯგუფი კოსმოსში შეტყობინებათა გაგზავნას აპირებს იმის იმედით, რომ შეძლებენ კომუნიკაციის დამყარებას ნებისმიერ იმ გონიერ სიცოცხლესთან, რომელმაც შეიძლება ეს სიგნალები დააფიქსიროს. სხვა რომელიმე ცივილიზაციის სიგნალი ჯერ არასოდეს დაგვიფიქსირებია და ამ საიდუმლოს დიდ სიჩუმეს უწოდებენ. უკვე 70 წელზე მეტია ასტრონომები გამუდმებით ასკანერებენ რადიო და ოპტიკურ სიგნალებს იმის იმედით, რომ ისინი შეიძლება რომელიმე არამიწიერი ცივილიზაციის მიერ იყოს გამოგზავნილი. მრავალი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ სიცოცხლე არსებობს ირმის ნახტომში. სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ 300 მილიონზე მეტი პლანეტის უმეტესობაზე. არამიწიერი ცივილიზაციებისათვის განკუთვნილი პირველი რადიო შეტყობინებები 1974 წელს პუერტო-რიკოდან არესიბოს ობსერვატორიიდან გაბუშვით, რომელიც ახლა სამწუხაროდ უკვე დანგრეულია. ერთიანებისა და ნულიანების სერია მარტივ ინფორმაციას შეიცავდა კაცობრიობისა და ბიოლოგიის შესახებ და სფეროსებრ ვარსკვლავთ გროვა M13-ისკენ გაბუშვით. იქიდან გამომდინარე, რომ M13 ჩვენგან 25,000 სინათლის წლით არის დაშორებული. რაიმე პასუხს ალბათ სულ მცირე 50,000 წელითაც არ უნდა ველოდეთ. თუმცა ეს მაინც კარგი მცდელობა იყო იმის დასამტკიცებლად, რომ კოსმოსში ჩვენ შეგვიძლია შესაბამისი სიგნალების გაგზავნა და თუ ვინმე გამოგვეხმაურება, ძალიან გაგვახარებს. არესიბოდან შეტყობინების გაგზავნის პროცესი 169 წამის განმავლობაში გაგრძელდა და გადაცემული იყო 12.5 სანტიმეტრის ტალღის სიგრძეზე. დასრულების შემდეგ მას ჰქონდა მართკუთხედის ფორმა და სწორი განლაგებით, რიცხვის სიმკვრივე იყო მუდმივი, მაგრამ არასწორი. ასოს ფორმის გამოსახულება შეიცავდა ორობითი სისტემის რიცხვებს 1-დან 10-მდე, ასევე წყალბადის, ნახშირბადის, აზოტის, ჟანგბადისა და ფოსფორის ატომურ რიცხვებს, ატომის ბირთვში პროტონების რაოდენობას, ნუკლეოტიდის კომპონენტების მოლეკულურ ფორმულებს ადამიანის დნმ-ში, ნუკლეოტიდური წყვილების რაოდენობას გენომში და დნმ-ის მოლეკულის ფორმას. მოკლე ინფორმაციას ადამიანისა და მთლიანად კაცობრიობის შესახებ. ამის გარდა იყო ინფორმაცია მზის სისტემის, რადიოტელესკოპისა და მისი გადამცემი ანტენის ზომის შესახებ. დაახლოებით 25,000 წელი დასჭირდება არასიბო შეტყობინების მიწოდებას და ამდენივე პასუხის გაცემას. უცხოპლანეტელებისათვის მიზანმიმართულად გაგზავნილი შეტყობინებების გარდა, უკვე თითქმის საუკუნეა კოსმოსში ჟონავს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის სიგნალებიც. დედამიწიდან გასულ სიგნალთა ან მუდმივ გაფართოებულმა ბუშტმა უკვე მილიონობით ვარსკვლავს მიაღწია. თუმცა დიდი განსხვავება გიგანტური ტელესკოპიდან გაშვებულ ფოკუსირებულ რადიოტალღათა ჭამსა და გაჟონბას შორის. მაგალითად, ნებისმიერი სატელევიზიო სიგნალი სწრაფად დაიჭრდილება. დიდი აფეთქების ნარჩენი სიგნალის